მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ახლა ვარ იუსტიციაში და შემდეგ პრობლემას შევეჯახეთ. მინდა რომ ყველა ქართველმა იცოდეს ეს, ვისაც მიწები აქვს დარეგისტრირებული და გადააკონტროლებთ თქვენს ასევე ეს საკითხი. მოკლედ შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს მიწებზე, რომელიც დარეგისტრირებული მაქვს, ესე იგი, უკვე რამდენიმე წელია, აღმოვაჩინეთ, რომ ეს კოდები არის შეცვლილი. და ამ კოდების შეცვლის თვითნებურად შეცვლილია რეესტრის მიერ და ჩვენ არ ყოფილვართ ამაზე ინფორმირებული, ინფორმაცია არ მოგვივიდა იმის შესახებ, რომ ჩვენი რეესტრის ნომრები შეიცვალა და ახლა ვზივარ მე იმისათვის, რომ აქ ჩემი რეესტრის კოდი, რომელიც თვითნებურად შეცვალა რეესტრმა, შევიტანო განცხადება იმაზე, რომ ისინი შემისწორონ და ახლიდან ამომიტვირთონ ის ნომერი, რომელიც ჩემს მიწაზე არის მორგებული, ხო? აი, მაგალითად, ახლა აი აქ. ნახეთ? აი, აქ მეგობრებო, ამ მიწებზე. ყველაზე არის 3 ნულიანი ჩამატებული. და რომ არ მცოდნოდა ეს ნულიანები, მე ვერ მოვძებნიდი ჩემს მიწას ვერ მოვიდოდი აქ იუსტიციაში, ვეტყოდი, რომ ეს არის ჩემი საკუთრება და მეტყოდი, რომ არ არის ეს შენი საკუთრება, ეს არ არის თქვენზე დარეგისტრირებული, იმიტომ რომ 2-3 ნულიანი აქვს ჩამატებული, ხო? ანალოგიურად მე რომ გავარკვიო, მე რომ ვირბინო იმაზე, რომ ეს ჩემი საკუთრებაა, ისე უნდა ვირბინო ნოტარიუსებში, ისე უნდა ვირბინო სხვადასხვა დაწესებულებში, რომ დავიმკვიდრო ისევ ჩემი მიწის ნომერი, ხომ ასია? ანუ გადაამოწმეთ, ეხლა მე შემაქვს განცხადება იმაზე, რომ ხარვეზია აქ რაღაცა მომხდარი და ამ ხარვეზის გამო დამიბრუნონ მომცენ, ამომიტვირთონ ჩემი მიწების ნომერი, რეგისტრაციის ნომერი, რითიც არის დარეგისტრირებული, ხო? მართალი გითხრათ, ამ ტერმინოლოგიაში მე ახლა ვერ გავიდა, რაღაცა ძალიან დებილობა რამე არის. ანუ ნომრები, რომლებიც მანამდე მქონდა დარეგისტრირებული და ყველაფერი რიგზე იყო, უნდა გადაიხადოს. ახლა ესეთი რაღაცა გითხრას, რომ ყველა ნომრის შეცვლაში ჭირდება 20 ლარის გადახდა და რატო უნდა გადავიხადო 6 მიწაში თითოეულში 20 ლარი, როცა ჩემი შეცდომა არ არის და არ ვიცით ვისი შეცდომაა. ხარვეზია დაშვებული და ამ ხარვეზში მე უნდა გადავიხადო. გარდა მაგისა, ეს ხარვეზი მე რო არ გამეგო ჩემი კომპეტენტური მეგობრისგან, ვერ გავიგებდი საერთოდ რა ხდება. ამიტომ ვირბენდი ნოტარიუსებში და არქივებში. გესმით რა ხდება? აქ ხდება თვითნებურად შეცვლა, რომელიც არ მოგდით თქვენთან თქვენ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენი ნომერი შეიცვალა და შემდეგ დადიხარ და ეძებ იმას, თუ სად არის ჩემი მიწა, საწავიდა და რა ნომერი აქვს ჩემს მიწას. ანუ ეს საკითხი არ ვიცი რატო ხდება ესე გამიჯნოთ, რომ ფასიც აქვს დადებული იმაზე, რომ როდესაც გინდა შეაცვლევინოს შენი ნომრები, მაშინ 20 ლარი გადასახდელი, გესმით? და რატო უნდა გადაიხადოს ქართველმა 20 ლარი თავის კუთვნილებაზე, როცა თვითონ არაფერი არ შეუცვლია და თვითნებურად შეცვალა თვითონ რეესტრმა. და არც გითხრა და ამის შესახებ ინფორმირება არ მოგაწოდა, ხო? გაუფრთხილით, ნახეთ თქვენს გადაამოწმეთ, არის თუ არა იგივე ნომერი თქვენს დარეგისტრირებულ მიწებზე და თუ არ არის, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ხარვეზს, სადღაცა იქნება 3 ნულიანი ჩასმული. ალბათ თქვენ იცით.